მარიამ, გამოიცანი დღევანდელი სტუმარი? ნენე, სიმართლე რომ გითხრა ძალიან ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ცოტა გამიჭირდა რომ გამომეცნო, ვინ შეიძლება ყოფილიყო. თუმცა აქ ახლა მე ისეთ მუსიკალურ ინსტრუმენტებს ვხედავ, მე მგონი ცოტათი ვხვდები. თუმცა ჩვენ ხო ვიცით რომ ყველა გადაცემას თავის სახელი ექნება ხოლმე. მითხარი რა ქვია დღევანდელ გადაცემას და შეიძლება უფრო მარტივად გამოვიცნო. დღევანდელი ეპიზოდის სახელია როგორ ველაპარაკობ ბავშვებს მუსიკით. დღევანდელი ჩვენი სტუმარი თინიკო მასწავლებელი ხომ არ არის, რომელიც ჩვენ მუსიკას გასწავლის? შენ წინა გადაცემაში ნენე ისე ღიღინებდი და ისე გიხარა და კი ვფიქრობდი რომ ჩვენი პირველი სტუმარი შეიძლება თინიკო მასწავლებელი ყოფილიყო. თუმცა სანამ თინიკო ჩვენ სათამაშო ოთახში შემოვა თავისი ფერადი წინდებით და ჩემი ბავშვობის ოცნებას ამიხდენთ და სიმღერას მასწავლით, მოდი მანამდე რამდენიმე კითხვაზე მიპასუხე. მაგალითად მაინტერესებს თინიკო მასწავლებელი მუსიკის გარდა რას გასწავლის? მეგობრებას, თამაშს და სიყვარულს. როგორი საყვარელი თინიკო მასწავლებელი ყავს შენ? ნენე, შეგიძლია მითხრა, თინიკო მასწავლებელი რატომ გიყვარს ასე ძალიან? იმდენად რომ პირველ სტუმრად დავპატიჟეთ. მარიამ, იმიტომ ის თბილი, მხიარული და ძალიან კეთილია. კეთილია. მარიამ, ვეღარ მისვე თავში მინდა. კარგი, დაუძახოთ თინიკო მასწავლებლს? თინიკო მასწავლებელო. თინიკო მას. ბევრს გონია რომ მუსიკა ბავშვისთვის გართობისა და დროის გაყვანის ერთ-ერთი საშუალებაა. თუმცა ხშირად გვავიწყდება ხოლმე ის რომ მუსიკა ბავშვის განვითარებაზე ძალიან პოზიტიურად მოქმედებს. თუმცა იმისათვის რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო დეტალურად გავიგოთ, ამისათვის სათამაშო ოთახში ყავს პირველი სტუმარი თინიკო ჭოხონელიძე, რომელიც დღეს სათამაშო ოთახში ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე გვესაუბრება. თინიკო, მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის. მადლობა მოპატიჟებისთვის და ძალიან მიხარია თქვენი პირველი სტუმარი ვარ. ჩვენც ძალიან გვეხარია. მეც ძალიან მიხარია. მე ძალიან მიხარია რომ შენთან ვარ. აი ძალიან მიხარია. თინიკო, მაინტერესებს პირველ რიგში რატომ გადაწყვეტათ რომ მუსიკის პედაგოგი ყოფილიყავით? სხვათა შორის მე პროფესიით ვარ მსახიობი და ამბობენ რომ საკმაოდ წარმატებული მსახიობიც ვიყავი, მაგრამ იმდენად სუფთა სამყარო არის ბავშვები, იმდენად საოცარ ენერგიას გმატებენ, ეს არ არის ჩვეულებრივი სამყარო, ეს არის ჯადოსნური სამყარო, რომელ სამყაროშიც შენც ნაწილი ხარ ამ ჯადოსნობის და საოცარი სამყარო, ამიტომ გადავწყვიტე რომ ბავშვებთან ყოფილიყავი და არა ჩემი პროფესიით წავსულიყავი. გასაგებია, ხო, ფაქტობრივად ბავშვებთან ურთიერთობა ვისაც გვაქვს, ყველა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეგ არის, რომ ჯადოსნურობასთან კიდევ უფრო ახლოს ვიყოთ ხოლმე. აბარა. როგორც ვიცი, შენც გვაქვს თინიკო მასწავლებელთან ძალიან ბევრი საინტერესო კითხვა, ხომ ასეა? პირველად რომელი სიმღერა იმღერე კონცერტზე? იცი მოდი გეტყვი რომ არ მახსოვს. იცი რატო? ძალიან პატარა ვიყავი. ძალიან პატარა ვიყავი და არ მახსოვს რომელი სიმღერა ვიმღერე პირველად სცენაზე. რამდენი წლის იყავი? 3 წლის? 3-ის არ ვიყავი. 3-ის არ ვიყავი პირველად რომ გამოვედი სცენაზე და უბრალოდ არ მახსოვს. ეხლა ვიხსენებ და რთული კითხვა დამისვი. არ მახსოვს. თინიკო 3 წლის იყავით პირველად რომ იმღერეთ? იცით რა, მე მგონი 3-ის არ ვიყავი პირველად რომ გამოვედი სცენაზე. თქვენი საუბრიდან გამომდინარე თინიკო, რადგან 3 წლის იყავით, ნუ არც რეალურად და უკვე მღეროდით, მიჩნდება ესეთი შეკითხვა. რეალურად სიმღერა ყველა შეუძლია თუ ეგ უბრალოდ ნიჭია? მუშაობით ყველას შეუძლია. რა თქმა უნდა, ნიჭი თავისთავად თუ აქვს ადამიანს ეს არაჩვეულებრივია, მაგრამ გამომუშავება ხდება სმენის, ეს არის შინაგანი სმენა, რომელიც გამომუშავებადია. ეხლა მე რომ არ მემღერა, ჩემს ოჯახში ალბათ გასაკვირი იქნებოდა, იმიტომ რომ ჩემ ოჯახში ყველა მღერის და დანარჩენი ეხლა ჩემთან
ყოფილან ისეთი ბავშვები, რომლებსაც არც არ ქონიათ სმენა, მოუყვანიათ მშობლებს, რომ აი არ აქვს სმენა, მაგრამ დღეს ისინი კარგად მღერიან. მე შემიძლია თამამად თქვა. არა, ჩვეულებრივი პატარა ისტორია უნდა გავიხსენო აუცილებლად. სკოლის მოსწავლე ვიყავი, მახსოვს, როდესაც დედა მუსიკაზე მემიყვანა. და ჩემი სმენის არ ქონის გამო სამწუხაროდ გამომიშვეს უკან. და დღემდე რეალურად მქონდა ხო შიში, რომ საზოგადოებაში მეგობრებთან ერთად მემღერა. თუმცა თქვენი ეს თანამედროვე მიდგომები და რეალურად დაშვება იმის, რომ მუშაობით ყველაფერი შეიძლება, ფიქრობ, რომ ძალიან პოზიტიურია. ავამღეროთ მარიამი, ჩვენთან მოვიდეს და ავამღეროთ, ხო? სხვათა შორის მე ნენეს შემპირდა წინა გადაცემაში, რომ როდესაც ჩვენ გვეყოლებოდა პირველი სტუმარი, სიმღერას აუცილებლად მასწავლიდნენ. და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი დღეს ნამდვილად მოხდა. დღეს ვისწავლოთ. ვისწავლოთ. თინიკო, ყველაზე სასაცილო რა სიმღერა იცი? ყველაზე სასაცილო. შენც იცი. გავიხსენოთ, იცი რომელი? იყო ერთი ბაჭია, ფუმფულა და ბრანჭია, მოენატრა საკბილო, მოიპარას დაბილო, გამოენთო მურია, აუწია ყურია, შინ დაბრუნდა ქურდი აწეული ყურით. მეგონი სასაცილოა, არა? ხო. რატომ საიდან ისთვის მე ვეკითხები ყველას რატომ ვარდება მეხი ანცაზე რატომ ელას ვინ მოიგონა თვიმა ჩიტებისთვის ჩიტფთებისთვის უნდა რატომ აკეთებს დათვი ბერებისათვის ბუნაგ რატომ საიდან რისთვის არის ყინული ცივი რა დაფრინავს თევზი რა დაცურავს შიდი რა არის კარგი პური როგორ ეწვიო მთვარეს მე ვეკითხები ყველას გთხოვთ მიპასუხოთ მალე გთხოვთ მიპასუხოთ მალე გთხოვთ მიპასუხოთ მალე ხოჭა სასაცილო სიმღერა საოცრად მართლა მუსიკალური გადაცემა გვაქვს მოკლედ დღეს. მაინტერესებს აი ამ მუსიკალურ ფონზე ესეთი კითხვა მაქვს თქვენთან და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მაყურებელსაც აინტერესებს. შეიძლება ითქვას თუ არა, რომ მუსიკა სხვადასხვა საგნების სწავლაში ეხმარება მოსწავლეებს. მაგალითად, როგორც არის მათემატიკა, ლიტერატურა, უცხო ენები და ასე შემდეგ. თუ აქვს რაღაც საოცრად პოზიტიური გავლენა მუსიკალურ განათლებას ამ ყველაფერთან. რა თქმა უნდა, აქვს, ძალიან დიდი გავლენა აქვს და სხვათა შორის აი რომელს ეხმარება ვერ გეტყვით, მაგრამ მე მაგალითად მიკითხავს მშობლისთვის ბავშვი როდესაც მოსულა, მიკითხავს რომ აი ძლიერია მათემატიკაში, იმიტომ რომ მათემატიკური ტვინი ეტყობა მუსიკას. სიმღერას რას აკეთებს და როგორ აკეთებს და სიმღერაც ძალიან ეხმარება. ენების სწავლაში ძალიან ეხმარება, მეხსიერებაში ძალიან ეხმარება და ზოგადად მუსიკა და სიმღერა არის დიდი სულიერი საზრდო ადამიანისთვის და ამიტომ არის რომ ჩვენ 3 წლიდან ვიყვანთ ბავშვებს, ოღონდ ნენე არ იყო 3 წლის. ნენე იყო 2 და რამდენი თვის? 6 თვის. აი მე რა პატარა ყოფილხარ. მე მგონი ეგ არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ნენეს ფანტასტიკური მეხსიერება აქვს. ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვს. ასეა ნენე? თინიკო, ახლა შენ 4 წლის იყავი, რას გააკეთებდი? რაიმე. ბევრს ვითამაშებდი. და სხვათა შორის ბევრს ვიმეცადინებდი. ოღონდ ისე, თამაშით. თამაშით ვიმეცადინებდი და მოკლედ რა ვიცი შენაირად მოვიქცეოდი შენ როგორ იქცევი ხოლმე ნენე
ხანსოდა ხაგალგე. ანუ თინიკოს როგორ ხასიათზე იქნება? ხო. შეხედვით, ხო? და მე გინდა გითხრა რა. მე 4 წლის რო ვიყავ, ძალიან მტირალა ვიყავი. შემრცხვა. და რამდენად საჭიროა თქმა, არ ვიცი, მაგრამ ბაღი არ მიყვარდა. და ვტიროდი. მაგრამ ეხა ვხვდები, რომ რა ცუდია, რომ ვტიროდი არა? ხო. აბა რა, შენ ხო გიყვარს ბაღი? კი. ხო გიყვარს სიმღერა? კი. კიდე. რა საკიდან არის რეკომენდირებული რომ მშობლებმა ბავშვები ატარონ სიმღერაზე? 3 წლიდან. 3 წლიდან არის იდეალური. ზოგს გონია რომ აი ბავშვი ვერ მეტყველებს, ამაშიც ეხმარება სიმღერა. მეტყველების დაწყებაში, სწორად ჩამოყალიბებაში, ბგერების პირის აპარატის ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის გადამული, ერთმანეთზეა გადამული, სუნთქვა, ყველაფერი და 3 წლის ასაკში არის იდეალური. ნენე იყო გამონაკლისი. გასაგებია. და გარდა ამისა, როგორც ახლა ხვდები რეალურად თუ ბავშვს არ აქვს ლექსიკური მარაგი, მუსიკა პერიქით უფრო მეტად დაეხმარება, ხო? მაგ ყველაფერში რეალურად. რა თქმა უნდა. აი პირველ წელს, როდესაც ნენე მოვიდა, ნენე მიცოდა წლის ბოლოს 22 სიმღერა. ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ 22 სიმღერის ტექსტი, თავისი შინაარსით, თავისი ყველაფრით, ეს ყველაფერი ქონდა გააზრებული. გაისაკებია. ახლა ისეთი კითხვა გამიჩნდა, რომელიც ფაქტობრივად თინიკოსაც უნდა დაუსვა და ნენე შენც უნდა გკითხო. როგორ ხდება ხოლმე სწავლება აი 3 წლამდე ასაკის ბავშვებთან? 3 წლის ბავშვები, რომლებიც მაგალითად ვერ კითხულობენ. იცი რა მაინტერესებს? აი შენ უთხარი ხა მარიამს როგორ სწავლობდი? თინიკო უკრავდა და დედას უგზავნიდა ჩანაწერებს. და მე დედა მასწავლიდა. მართალი ხარ და კიდე გაკვეთილზეც ხო სწავლობდით ჩვენ, გაკვეთილზე ვიმახსოვრებდით, ხო? ძალიან ბევრ სიმღერას. პატარა სიმღერებს გაკვეთილზე ვიმახსოვრებდით, არა ნენე? კი. ანუ მიზეზი რომ აქვთ ხოლმე ხშირად მშობლებს რომ არის ის კითხვა ტექსტ როგორ წაიკითხავს და ასე შემდეგ. საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის. ნენემ ჯერ არის ის კითხვა. ეხლაც, არა ნენე? და უკვე მე-3 წელია რაც მღერის. არა ჩვეულებრივი. მოდი ახლა ჩვენ ძალიან ბევრი ვითამაშოთ. კარგი? კარგი. მოდი ჩემთან. მოდი. ახლა ზათამაშო ოთახში თამაშის დროა. ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ბევრი მითი არსებობს მუსიკის გარშემო და იმისათვის რომ ჩვენ არ მოვტყუდეთ, მოდი ნენე მე და შენ დახმარება ვთხოვოთ თინიკოს, კარგი? ჩვენ ვუთხრათ კონკრეტული ფრაზები და თინიკომ გვითხრას, ტყუილია თუ მართალია? ტყუილია თუ მართალია? თუ ტყუილია, ერთხელ დაატყი. თუ სიმართლე, ასე დაატყი. აჰა, კარგი. კარგი. მიკროფონი ხმას აბაზებს, ტყუილია თუ მართალია? ტყუილია? ტყუილია. ანუ მიკროფონი ხმას არ გვილამაზებს? არა. გვიძლიერებს. აჰა. სიმღერა მეხსიერების გაუმჯობესებაში გვეხმარება. ტყუილია თუ მართალია? და ეს არის მართალია, როგორი კარგია, ხო? ანუ როგორი გადოსნური გავლენა აქვს ჩვენს მეხსიერებაზე მუსიკას, როგორც ჩანს. რა თქმა უნდა. თინიკა მასწავლებელო, კონცერტამდე ნაყინის ჭამა შეიძლება ტყუილია თუ მართალია? აბა გვიპასუხეთ, ყველა ბავშვს რომ აინტერესებს ხოლმე ამაზე პასუხი. ვაიმე, ძალიან რთული პასუხია. ძალიან. მოდი ესე გავაკეთებ მე. როგორი საინტერესოა? ხან კი, ხან არა. ანუ ზაფხულშიო. თვითონ მიხვდა. სწორია. მართალია. ზაფხულის კონცერტებზე. კონცერტის წინ მაინც მაგრამ შეიძლება, ცოტა. თინიკო, შეიძლება რომ რეალურად ნაყინის ჭამამ კონცერტამდე რაღაცა გავლენა იქონია ეს? არა. არ მინდა ძალიან ბავშვებმა გაიგონეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე მაინც არ ვუკრძალავ. მაგრამ არ არის სასურველი, მაგრამ არ დიდად არ მოქმედებს. სიმღერა მინდა. თუმცა რეკომენდირებულია როგორც ჩანს რომ სიმღერამდე, კონცერტამდე ყელი მაქსიმალურად მოსვენებულ მდგომარეობაში იყოს, ხომ ესე? მოსვენებულ მდგომარეობაში კიდე სხვა არის, გახურებაც არის საჭირო. ანუ ბევრი ფაქტორი არის, მაგრამ ძალიან ცივი ნაყინი არა. გაისაკებ. კონცერტამდე. ძალიან ცივი. კონცერტის მერე თუ შეიძლება ნაყინი. კონცერტის შემდეგ შარშან რა მოხდა, აბა თქვი?
როგორ კონცერტზე რა გამოგიგზავნა ფერია? ჩუპაჩუსი და ნაყინი. ხო, ყველა ბავშვს გამოუგზავნა ჯადოსნური? ნაყინი. ხო, ხო ისეთი ნაყინი არასდროს არ გინახავს. არა. ხო, საოცარი ნაყინი იყო. აი ფერიამ გამოგვიგზავნა. არა? კი. მოდი შემდეგი მითია და რეალობა გავაკეთოთ. თუ კონცერტზე ტექსტი აგერია, კონცერტი დასრულებულია. მითია თუ რეალობა? ტყუილია. ტყუილია, აბარა. თუ ვინმეს კონცერტზე რაღაც შეეშლება და ამის გამო დღესაც შეიძლება მოწყენილი იყოს და ეშინოდეს შეცდომის დაშვებას, შეგვიძლია ვუთხრათ ის, რომ მაგით არაფერი არ მთავრდება. არა, არა, რა თქმა უნდა, არა. თან მით უმეტეს თუ გვერდში ვგავარ მე? არა, ნე. არა? სიმღერის სწავლა თამაშითაც შეიძლება. მაგრამ ერთი ტყუილია. ნე, მოდი მაგაზე შემგვიპასუხე, ჩემო ძვირფასო. შენ როგორ ისწავლე სიმღერა? მე თამაშით ვისწავლეს მართალია. როგორი საინტერესო არის, ანუ თან სიმღერას სწავლობ, თან თამაშობ და ყველანაირი მხიარულება ხდება მოკლედ მუსიკის გაკვეთილზე. ასეა? კი, და კი. მარიამი ვათამაშოთ ჩვენ ახლა. ვათამაშოთ? ჩემთვისაც გაქვთ თამაშობთ, მომზადებული. აი ამ ყუთიდან ჩვენ ამოვიღოთ ბარათები და გამოცნობა ვათამაშოთ, ოღონდ როგორ, იცი? ამ ბარათებზე არის სურათები და წერი ერთი სიტყვა. მე ჩუმად ყურში გეტყვი ამ სიტყვას და შენ უმღერე და მარიამა გამოიცნოს რა ემოციით მღერი ამ სიმღერას. კარგი? ძალიან საინტერესო თამაში გველოდება. აბა, ნახოთ. რა კარგია. ისე კარგი. მიდი. შევაგება დრივილი. თავგაჟალენიავო. შენ ისეთი ემოციები დღარი გონი უკვე გამოვიცანი. ეს რომელი ემოცია შეიძლება ყოფილიყო? სიხარული? ღიმილი, სიხარული მართალია. მარიამ დაუკათა. მოდი, აბა ეხლა ამოვიღოთ. შენ იმდენად არტისტული ხარ, რომ მარტივად გამოვიცანი. მოდი, ეხლა გითხრა ყურში. შევაგება დრივილი. შენ ძალიან გაბრაზებული ხარ, ფიქრობ? არა? ცოტა, მაგრამ უფრო აბა კიდევ ერთხელ გააკეთე თუ შეიძლება? შემეგებე, მერე კარგად იგრე. შევაგება დრივილი. თავგაჟალენიავო. ბრაზი? ჯიუტი. ჯიუტი, გასაგები, ეს ვერ გამოვიცანი. მოდი, ხა კიდე ამოვიღოთ, აბა. რა საინტერესოა. შევაგება დრივილი. თავგაჟალენიავო. მაინც ეცინება. მოწყენილი? შემეგები დღიმილი. სევდიანი. ატირებული. მოდი კიდე. შემეგები დრივილი. თავგაჟალენიავო. შენ შეშინებული იყავი ახლა. კარგად ამიხსენით თამაშის წესებიც და შენც ფანტასტიკურად გააკეთე ყველაფერი. ახლა მეც მაქვს ერთი თამაში თქვენთვის მომზადებული და ამ თამაშის მერე ძალიან ბევრი უნდა ვიმღეროთ. იდეაში ამ თამაშის დროსაც ბევრი უნდა ვიმღეროთ. მე ვიტყვი სიტყვას და ამ სიტყვაზე მოდი ჯერ თინიკო მიმღეროს, კარგი? აბა რა სიმღერა გაახსენდება? მაგალითად, ბოტები. ნინოს ბოტები უყიდეს. თეთრი პრიალა, კრიალა. გამახსენდა? კაჩახ. ახლა თინიკო, თქვენ თქვით ახლა სიტყვა და აბა ნენე თუ გამოიცნობს. უпроსტად რა სიმღერა გაახსენდება მაგ სიტყვაზე? ეხლავე. კარუსელი. ტრიალებს ბრუნავს, კარუსელი რომ ქვია. კაჩახი. მაგრამ ახლა მეგეპო სიტყვას. საქართველო. საქართველო?
გამახსენდა საქართველო ანოსია, საქართველო მანოსია. ყოჩახ მარიამ, ყოჩახ. კარგი, კიდევ ერთ სიტყვას გეტყვით მე მაშინ. კარგი. კარგი, შემდეგი სიტყვა იქნება ფისო. Pizza, pizza, čemo pizza, čemo pisuna. მოდი ისე გეტყვით თქვენ რამდენიმე სიტყვას, იმიტომ რომ ჯერ თქვენ ჩემთვის სიმღერა არ გისწავლებიათ. ასე რომ მოდი, ჯერ თქვენ გამოგცდით. შემდეგი სიტყვა ღამე. რახამია. რახამია. წასრომ კარგავს ახალი თვარეა. ფიქრობ რა ეს სიტყვა აუცილებლად უნდა მასწავლო. გერობას მაძლევ? კარგი და მოდი ბოლო სიტყვა იყოს ჯადოსნური. ჯადოსნური ეკრანი და ჯადოსნური ფარანი, ასლამაზი ასბურცელას ყაბრები და ამბები თაფარამის ასი ასლამაზი წყაროს არის რაგაკებს. დედამზისას პირიზის ზეჭაბუკის არაკებს. ყოჩახ. სათამაშო ოთახში კიდევ ერთი თამაშის დროა. თინიკო ახლა თქვენ უნდა დაუკრათ სხვადასხვა მულტფილმიდან მელოდია და მე და ნენა შევეცდებით რომ გამოვიცნოთ. ერთ მინიშნებას მოგცემთ. ქართულია. ქართულია. გულიზა და შემფერონა. რომელი მულტფილმია? ეხა მარიამ. წრუწუნები. წუნა და? წუნა და წრუწუნა. ყოჩახ. მოდი ეხლა კიდევ ერთი სიმღერა და ესეც ქართულია. მინიშნება. იცი შენ? რა მულტფილმია? შეგიძლია შენ რა უპასუხო? მე ვერ გამოვიცანი. გუდა. კარგი, ეხლა კიდევ ერთი სიმღერა. ქათევზა. ყოჩა, დაასწარი მე მარიამ. ვფიქრობ რომ დღევანდელი ჩვენი შეჯიბრის გამარჯვებული ნენეა რა სიტყვა. ნენე, რა თქმა უნდა, ნენეა. ყოჩა. კარგი. სათამაშო ოთახიდან კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მუსიკალური განათლება ადრეული ასაკიდან. ასე რომ თუ თქვენი შვილი არის 3 წლის, თავისუფლად შეგიძლიათ რომ მიიყვანოთ მუსიკაზე, რომელიც სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს. ახლა კი დროა რომ მეც მასწავლოთ სიმღერა. დავიწყოთ. გოგონები, ბიჭუნები, წრეში დგებიან. ზოგი ეკზე, ზოგი ცხეზე შემოხსნებიან. ტრიალებს ბრუნავს, კარუსელი რომ ქვია. ყველასთვის ბრუნავს, ყველასთვის ბრუნავს, გადაიგვიანოთ. სამთას მოდევს გაზაფხული თავსიანი. საფხუს მოვსდე შემოდგომა ოქროს თმიანი. ტრიალებს ბრუნავს, კარუსელი რომ ქვია. ყველასთვის ბრუნავს, არ დაიგვიანო. ნენე, ახლა ჩემი ჯერია და მინიშნებებით გეტყვი, ვინ იქნება ჩვენი შემდეგი სტუმარი. კარგი? კარგი. ჩვენ შემდეგ სტუმარს ნენე ხუჭუჭა შავი თმები აქვს და ჯადოსნურ ბარათებს ამზადებს. ეს ბარათები არის ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, უფროსებისთვის. შეგიძლია ახლა შენ და ჩვენმა მეგობრებმა ერთად რომ მიფიქროთ, ვინ იქნება ჩვენი შემდეგი სტუმარი? კი. ჩაერტყი ხელი. გემშვიდობებით სათამაშო ოთახიდან ასეთი მუსიკალური განწყობით და თქვენ სათამაშო ოთახში გააგრძელეთ სიმღერა.